მეორე ფრონტი უკრაინაში კორუფცია. პოკროვსკიში სტაბილურად კრიტიკული ვითარება, პარალელურად ვითარდება რუსეთის 7 მიმართულების შეტევა და ეპიზოდის ბოლოში უკრაინელების მასობრივად ტყვედ ჩაბარების ისტორია და თუ რატო ჩავსვი ბჭყალებში ეს წინადადება ამას სწორედ იქ ავხსნი. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 15 ნოემბერია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1361 დღე გავიდა. თქვენ ხართ თავისუფალი ადამიანების არხზე და უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვილაპარაკებთ დღევანდელ ეპიზოდში, მანამდე კი ტრადიციულად მადლობა ყველას, ვინც არხის ერთგული გამომწერი არის, ვინც ალაიქებს ვიდეოს, აზრებს თავის სოციალურ ქსელებში, აქტიურობს კომენტარებში. განსაკუთრებული მადლობა დონაციას, ვინც ეწევა მათ. მე შეგახსენებთ, რომ არხი მთლიანად თქვენს დონაციებზეა და ხმა უკვე გამოსურდა, თუმცა სხვა ტექნიკური ხარვეზები გამოსასწორებელია, სწორედ ამისთვის გროვდება თანხა. თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ გამოიწვიოთ არხი, განსაკუთრებით მათ, ვინც მიყურებთ, იმიტომ რომ სტატისტიკა აჩვენებს, რომ სტაბილური მაყურებელის 70% არხის გამომწერი არ არის, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ გამოიწვიოთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენს სოციალურ ქსელებში. მოკლედ დღეს გვექნება საუბარი ტრადიციულად ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე, თუმცა პოკროვსკიზე არ მექნება მთელი აქცენტის დიდი ნაწილი მექნება გულიაპოლის მიმართულებაზე. თუმცა მანამდე მინდა ვისაუბრო ეგრეთ წოდებულ მეორე ფრონტზე, რომელიც ახლა უკრაინაში არის და ეს არის კორუფცია, ის დიდი კორუფციული სკანდალი, რომელიც მიმდინარე კვირაში, გასულ კვირაში გამოაშკარავდა და აქ საუბარი არის 100 მილიონის დოლარის საკითხზე, რომელშიც უმაღლესი გავლენის მქონე პირები არიან ჩართულები, მათ შორის ზელენსკის უახლოესი გარემოცვა, რომელიც მასთან ერთად კვარტალი 95-ის დამფუძნებელი იყო, ასევე დაკავებულია 5 ადამიანი დამნაშავეების ეჭვმიტანილების ნაწილი ძებნაშია, თანამდებობიდან გათავისუფლდა იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრები. ეს სკანდალი პრინციპში შეიძლება განვიხილოთ ორ ჭრილში, ერთი საერთაშორისო, მეორე შიდა უკრაინული. საერთაშორისო ჭრილში სწორედ რომ უკრაინის პარტნიორებს, ასე ვთქვათ, სადარდებელი არაფერი აქვს, რადგან სისტემა მიმუშავა, გამოავლინეს ასეთი სერიოზული სქემა, მიუხედავად იმისა, რომ საომარი მდგომარეობა და ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაბუს დამოუკიდებლობა. ნაბუ არის უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სამსახური. შეგახსენებთ, რომ მისი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ქვეშ დაქვემდებარების მცდელობა იყო ზაფხულში, კანონმდებლობაც კი შეიცვალა, პირველი მოსმენით რა და მიიღო, თუმცა ამას მოყვა უკრაინული საზოგადოების საპროტესტო რეაქცია, ქუჩაში გამოვიდნენ ისე უკრაინელები, პარალელურად წნეხი გააძლიერეს ზელენსკიზე ბრიუსელიდან და ნაბუმ ავტონომიურობა შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა არის და აქციები, დემონსტრაციები, პროტესტი აკრძალულია, ამის მიუხედავად უკრაინელები იდგნენ ქუჩაში და ზელენსკიმაც არ გამოიყენა ეს მის ხელთ არსებული ბერკეტი საომარი მდგომარეობის და აქციის დაშლის ნაცვლად ის წავიდა დათმობაზე და ნაბუს დაუტოვა ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა, რაც პრინციპში ახლა გვაჩვენებს, რომ სწორია და ესაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შეუძლიათ დაინახონ, რომ უკრაინაში ინსტიტუტები მუშაობენ და ამ ხრივ ყურადღება რა თქმა უნდა მისაქცევია, თუმცა ინსტიტუტები მუშაობენ. რაც შეეხება შიდა ამბავს, უკრაინაში ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, რომელიც ძალადობრივად იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, კორუფცია ის საბჭოთა მემკვიდრეობაა, რომლისგანაც გათავისუფლება ძალიან ჭირს, მათ შორის უკრაინას ასე არის. უკრაინისთვის ყოველთვის იყო პრობლემა კორუფცია და ის რომ ეს კორუფცია ახლაც არის, ახლაც პრობლემა არის, ფაქტის ახეზია, თუმცა ის თუ როგორი რეაქცია ჰქონდა თვითონ უკრაინულ საზოგადოებას, ეს აჩვენებს, რომ საომარი მდგომარეობის მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოება უკრაინაში ცოცხალია, მოქმედებს, მას ბერკეტები რეალური აქვს და სწორედ შესაბამისად ჩვენ ნახეთ, რომ ნაბუს დამოუკიდებლობა, ავტონომიურობა შენარჩუნებულია სწორედ აი ამ ორი ბერკეტით, ასე ვთქვათ, ბრიუსელიდან ზეწოლა და ასევე ქუჩაში უკრაინელების ხალხი, ანუ შიდა და გარე ზეწოლა, რის შედეგადაც ანტიკორუფციული ბიურომ შეინარჩუნა ავტონომიურობა. ზოგადად, როდესაც კორუფცია არის ქვეყნის პრობლემა და გამოწვევა, ამას ომი არსად არ ჩქმალავს და არ აქრობს ამ პრობლემას, პირიქით უფრო სუყენია და გიხდება კორუფციისთვის საომარი მდგომარეობა, სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, სახელმწიფო ვერტიკალი არ იყოს პირდაპირ მაინც და მაინც ესე
გასწორებული და აი ეს დემოკრატიული მართვის სისტემები შენარჩუნებული იყოს სისტემები, რომელიც თვალყურს ადევნებს და ყურადღებას მიაქცევს ამ ყველაფერს. ნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენა, თუმცა აქვე ისეც არის აღსანიშნავი, რომ ვიცე-პრემიერამდე მიდიოდა სკანდალი და მათ შორის იმ კუთხით, რომ თანხის ნაწილი რუსეთში მიდიოდა, ის რომ რუსეთი ინფილტრირებული არის უკრაინაში ძალიან მაღალ დონეზე, სამწუხაროდ ეს როგორც ჩანს ჯერ კიდევ რეალობა არის. პირველად ეს ძალიან ცხადი სწორედ ევრომაიდნის მერე გახდა, როდესაც ევრომაიდნის მერე SBU-ს ან უშიშროების სამსახურის უფროსი, გენშტაბიდან გენერლები, პრეზიდენტი, პრემიერი ყველა პირდაპირ რუსეთში გაიქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესენი იყვნენ არა უბრალოდ რუსეთის გავლენის აგენტები, არამედ რუსეთის პირდაპირი აგენტები უკრაინაში და როგორც ჩანს ეს ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინა მაინც ახერხებს წარმატებული ისტორიების შექმნას, მათ შორის აი ეს 100 მილიონის გამოვლენა წარმატებული ისტორია და ნამდვილად ეს არის სენსაცია, ასე ვთქვათ და ეს არის საკვირველი, რომ უკრაინამ ეს გამოავლინა, ასევე საკვირველია ის, რომ უკრაინამ პაუტინა შეძლო ზაფხულში და ისე დაგეგმა ეს ოპერაცია, რომ რუსებმა ეს ვერ გაიგეს, ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ძალოვან უწყებებში ეს რუსეთის აგენტურა უკვე ან ძალიან მინიმალურ დონეზე არის. ყოველ შემთხვევაში მართულ ვერტიკალში აღარ არის, რაც სამწუხარო რეალობა იყო. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა აი ამ სკანდალზე, ახლა კი გადავიდეთ ფრონტზე. ფრონტს ასე ვთქვათ როგორც გითხარით, პოკროვსკიზე არ გავაკეთებთ აქცენტს, აქცენტი გაკეთდება 7 მიმართულებაზე, 7 მიმართულებიდან ერთ-ერთზე, უბრალოდ ეს 7 მიმართულება არის ის, რაც უკრაინის გენერალური შტაბის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ დაასახელა და მან პრაქტიკულად დაასახელა მთელი ფრონტი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, როგორც რუსული შეტევის განვითარების შესაძლო ვარიანტები და აი რუკაზე სექტორებად რო დავყოთ, რო უკეთესად გამოჩნდეს, ჩრდილოეთით ეს არის ხარკივის ოლქი და საუბარი არის ქალაქ კუპიანსკზე. შემდეგ უკვე ჩამოვდივართ დონეცკის ოლქში და აქ მან დაასახელა ქალაქი ლიმანი და ქალაქი სივერსკი, როგორც ასევე საფრთხის შემცველი და რუსეთის შეტევის განვითარების ხაზი. შემდეგ ისევ დონეცკში ვჩევით, უბრალოდ სამხრეთით ჩამოვდივართ და აქ ლაპარაკი არის პოკროვსკიზე და მირნოგრადზე და ასევე კონსტანტინოვკაზე, რომელიც აი ხსევით არის და ბოლოს უკვე იმ მიმართულებაზე, რასაც ქვია გულაიეპოლე, ეს უკვე არის ზაპოროჟის მიმართულება და სწორედ გულაიეპოლეზე ვისაუბრებ დღეს უმეტესად, როგორც გითხარით, მით უფრო რომ თქვენ ვინც მე ტელეგრამ არხზეც გავუმყევით, იქ ნახავდით, რომ გამოკითხვა მქონდა თუ რომელ მიმართულებაზე არსებობდა ყველაზე ნაკლები ინფორმაცია და სწორედ გულაიეპოლე იყო ასეთი, შესაბამისად მექნება ამ მიმართულებაზე ძირითადი საუბარი. აქ თქვენ კი ვინც არ იცოდით, რომ ტელეგრამ არხიც მაქვს, ლინკი ვიდეოს აღწერაშიც არის, ასევე არხის აღწერაშიც შეგიძლიათ გადახვიდეთ და გამომყვეთ ტელეგრამზეც. იქ არ მუშაობ იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ტელეგრამ არხების უმეტესობა მუშაობს, ანუ ეს არ არის გათვლილი ოპერატიულობაზე, ყოველწუთიერად ინფორმაციის განახლებაზე, არა, უბრალოდ დღის ბოლოს, გასული დღის ყველაზე ესეთ გამორჩეულ ვიდეოებს მოკლე აღწერით ვაგდებ ამ ტელეგრამ არხში, მათ შორის ისეთ ვიდეოებს, რომლის ჩვენებაც YouTube-ზე არ შეგვიძლია. კარგით, გადავიდეთ მოკლედ გულაიეპოლის მიმართულებაზე. აი ასეთი არის მდგომარეობა. აქ საფრთხერაშიც არის ყველაზე მეტად სწორედ აი ეს ჯიბის მაგვარი, რომელიც აქ კეთდება, შეიძლება იყოს საფრთხე, თუმცა მანამდე აი აქ ხედავთ თქვენ რამდენიმე მიმართულებით რუსების შეტევებს და ტრადიციულად არა მხოლოდ Deep State-ის რუკაზე, არამედ სლივაჩნი კაპრიზის რუკაზე მინდა გაჩვენოთ აქ არსებული მდგომარეობა, აი ასეთი არის და ასევე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე. მოკლედ, აქ ახლა რაში არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე კარგად აღსაქმელი მაინც არის Deep State-ის რუკაზე და ამიტომ აქ ვეცდები გაჩვენოთ. აქ თავარი პრობლემა არის ის, რომ არის ორი ოლქის საკასაყარი, სამი ოლქის უფრო სწორედ, აი ასე რომ გავყოთ.
აქ არის დონეცკი, აქ არის ზაპოროჟიე, ხოლო აქ არის დნეპროპეტროვსკი. შესაბამისად, აქ ეხლა ყველაზე რთული ვითარება არის სწორედ დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს გასაყარზე. დანილევკა ესეთი სოფელი არის, რომელიც რამდენიმე ამბის გამო არის მნიშვნელოვანი. ის ჯერ კიდევ იმყოფება, ასე ვთქვათ, დნეპროპეტროვსკის ოლქში და აი აქ გადის საზღვარი დნეპროპეტროვსკა და ზაპოროჟიეს შორის. დანილევკა, როგორც ხედავთ, Deep State-ის მონაცემებით, ჯერ საბრძოლო მოქმედებების ზონაში არ არის, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა სლივაჩნი-კაპრიზის რუკაზე, რუსების რუკაზე. ამ რუკის მიხედვით დანილევკა ოკუპირებული აქვს უკვე რუსებს, ხოლო რაც შეეხება ომის შესწავლილ ინსტიტუტს, აქ დანილევკა აი ესეთ წითელ ვარდისფერ ზონაშია, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და რუსებს აქვთ უპირატესობა. ანუ აი ეს დიდი ყვითელი ზონა საბრძოლო მოქმედებების არეალია, ხოლო აი ეს მთლიანად ვარდისფერი, ასე ვთქვათ, ისაც დაკავებული აქვს რუსებს, ხოლო ვარდისფერი წითელში აი ეს ზონა არის საბრძოლო მოქმედებების ზონა, სადაც რუსებს აქვთ უპირატესობა. ანუ საბრძოლო ბრძოლის შემსწავლელი ინსტიტუტის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე ეს მდგომარეობა, რუსები თვლიან, რომ უკვე ოკუპირებული აქვთ, ხოლო Deep State-ის რუკაზე ჯერ საბრძოლო მოქმედებები დანილევკამდე მისული არ არის. რატომ არის ეს დანილევკა ეხლა მნიშვნელოვანი? ჩვენ გვაქვს ასეთი ქალაქი პოკროვსკე, არა პოკროვსკი, სადაც ახლა მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, არამედ პოკროვსკე, რომელიც არის დნეპროპეტროვსკის ოლქში და აი აქ გადის ცენტრალური მაგისტრალი. და აი ამ ცენტრალური მაგისტრალიდან აი ესე ჩამოდის გზა აი ამ სოფელში, დანილევკაში. და შემდეგ უკვე გრძელდება სამხრეთით გულიაეპოლის მიმართულებით. ამაზე არის საუბარი, აქედან ესე გრძელდება ეს გზა გულიაეპოლის მიმართულებით. და თუ კი სოფელი დანილევკას აღება საბოლოოდ შეძლეს რუსებმა, გამოდის, რომ ეს გზაც გადაიჭრება უკრაინელებისთვის. და რატომ არის სახიფათო ამ გზის გადაჭრა? არა იმიტომ, რომ ეს ერთადერთი მომარაგების წყაროა. არამედ თვითონ გულიაეპოლეს აქვს რამდენიმე გზა. ეხლა ვეცდები გაჩვენოთ. ერთი არის ეს გზა, ეს გზა, ეს და ეს. აი ეს გზა კი არის, რომელზეც საუბრობთ, რომელიც ჩამოდის დანილევკიდან. ახლა საბრძოლო მომარაგების თვალსაზრისით ამ გზას მნიშვნელობა აქვს დაკარგული, ისევე როგორც აი ამ დანარჩენ სამ გზას. რადგან თქვენ ხედავთ, რომ ის ქალაქს გულიაეპოლეს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება, ხოლო სწორედ რუსების შეტევები აღმოსავლეთიდან ვითარდება. შესაბამისად, ამ დროისთვის რჩება გულიაეპოლის გამაგრებისა და მომარაგებისთვის აი ეს ორი გზა, რომელიც ზარიჩნეზე მიდის და ზევით ჩრდილოეთით. თუ კი დანილოვკის აღება მართლაც მოახერხეს რუსებმა, გამოდის, რომ აი ეს მომარაგების გზაც გადაეჭრებათ და დარჩებიან მხოლოდ აი ამ ერთი მომარაგების გზის იმედად. გარდა ამისა, რატომ არის გულიაეპოლის რა მნიშვნელობა აქვს? გულიაეპოლიდან ასე ვთქვათ, შემდეგ უკვე აღარ რჩება დიდი დასახლებები და ქალაქები სამხრეთის მიმართულებით. შესაბამისად, თუ კი გულიაეპოლეს, აი ეს არის გულიაეპოლე, კიდევ ერთხელ რომ მოვნიშნოთ, თუ კი გულიაეპოლეს აღება მოხდება რუსების მიერ, შემდეგ უკვე აი ამ მიმართულებით ორი ხივამდე პრაქტიკულად აღარ შეხვდებათ რუსებს რაიმე ტიპის ძლიერი დასახლებული პუნქტი, მხოლოდ პატარა სოფლები არის და სწრაფად შეძლებენ აი ამ ტერიტორიის ოკუპაციას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გულიაეპოლე. მით უფრო განსაკუთრებით საყურადღებოა ეს, რადგან თქვენ ხედავთ აი ამ ზონაში, რომ სწრაფ გარღვევას ახდენენ რუსები და ეს სწრაფი გარღვევა, როგორც თავად უკრაინელები ამბობენ, განპირობებულია რამდენიმე გარემოებით. ერთ-ერთი გარემოება არის ამინდი, ნისლი, რომელიც ართულებს იქ მდგომარეობას და გარდა ამისა უკვე ტრადიციული სისუსტე, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის ცოცხალი ძალის ნაკლებობა უკრაინის არმიაში და აქ აღსანიშნავი არის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იმყოფებოდა ამ მიმართულებაზე დაახლოებით აი აქ ზუსტი ასე ვთქვათ მოცემულობა არ ვიცი სად არის, იმიტომ რომ ასეთი ვიზიტების დროს არ ხმაურდება, თუმცა ორი ხივის მიმართულებაზე
გვითხრეს შესაბამისად ნოვივარაუდოთ რომ აი ამ ზონაში იმყოფებოდა პრეზიდენტი ზელენსკი, სადაც ის სამხედროები შეხვდა და დაპირდა რომ მეტ რესურსებს გამოყოფს ზაპოროჟიეს მიმართულებით. რა შეიძლება იყოს ეს მეტი რესურსები? შეიძლება ის იყოს артиლერია, შეიძლება ეს იყოს FPV დრონები მეტი, შეიძლება ეს იყოს რაიმე ტიპის ტექნიკა, თუმცა ის რაც ახლა რეალურად აუცილებელია ამ მიმართულების გასამაგრებლად, ეს არის ცოცხალი ძალა, რომელიც დეფიციტი რეალურად აქვს უკრაინის შეერაღებულ ძალებს და შესაბამისად საიდან უნდა მოიყოს, ან მინიმუმ 2-3 ბრიგადა არის ახლა აქ დამატებით საჭირო იმისთვის, რომ ფრონტის ხაზზე შეძლონ რუსების წინსვლის შეჩერება. გარდა ამისა, პრობლემას ქმნის ამ მიმართულებაზე შემდეგი მოცემულობა, რომ აქ გადმოსწრებული არის 100-ე მექანიზირებული ბრიგადა და სწორედ ისინი იცავენ, ასე ვთქვათ, Zaporozhies ფრონტს რა პრობლემა აქვს ამ ბრიგადას ზაფხულში ერთ-ერთი მორიგი რუსული დაბომბვის დროს დაიბომბა მათი სამეთაურო შტაბი, სადაც პრაქტიკულად ბრიგადის მმართველი რგოლი სრულად იქნა განადგურებული და ახალი მმართველი რგოლი ყავს და როგორც ჩანს, ჯერ ეს სამხედრო იერარქია ბოლომდე არ არის დალაგებული, პირადი შემადგენლობისა და მმართველ რგოლს შორის კომუნიკაცია არ არის ისე აწყობილი, როგორც უნდა იყოს, შესაბამისად აი ეს რთული ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ამ მიმართულებით ეს სიტუაცია. შესაბამისად ნახოთ როგორ განვითარდება აქ მოვლენები, თუმცა როგორც გითხარით, ახლა ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა სწორედ გულიეპოლის მიმართულება არის, რადგან თუ კი ეს ქალაქი დაეცემა, შემდეგ უკვე ძალიან დიდი სივრცე იქნება იმისთვის, რომ ორი ხივამდე რუსები უფრო სწრაფი ტემპით მივიდნენ, ვიდრე აქამდე გადაადგილდებოდნენ. თუ კი ამდენი ხანი გვიყურებთ, გთხოვთ დაალაიქეთ არხი, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, იაქტიურეთ კომენტარებში. ახლა კი გადავიდეთ პოკროვსკიზე, კრიტიკულად, სტაბილურად კრიტიკული ვითარებაა, როგორც გითხარით პოკროვსკიში და დავხედოთ კიდევ ერთხელ რუკებს, ასე გამოიყურება Deep State-ის რუკა, ასე გამოიყურება სლივაჩნი კაპრიზის რუსული წყაროს რუკა. და ასე გამოიყურება ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკა. როგორც ხედავთ, აქ ყველაზე რთული სიტუაცია რთულად, უпроსტად აღწერილი აქვს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე, ანუ ამ რუკის მიხედვით პრაქტიკულად ყელი შეკრული არის და თუმცა შეკრულია საბრძოლო მოქმედებებით და არა რუსული ოკუპაციით, ასე ვთქვათ, ასე რომ აი აქ თუ კი აი ეს საბრძოლო მოქმედებების ზონა, რომელიც ომის შემსწავლელი ინსტიტუტს მონიშნული აქვს, ამ საბრძოლო მოქმედებების არეალში რუსები გაფართოვდებიან, პრაქტიკულად შეიკრება ალყა და აი აქ დარჩენილი უკრაინელები ალყაში მოიქცევიან, თუმცა შეგახსენებთ, რომ ეს ყვითელი ზონა არის საბრძოლო მოქმედებების ზონა და არა ის რაც რუსების მიერ არის დაკავებული, რუსების მიერ დაკავებული ბოლო 24 საათში ეს მუქი წითელი ზონები არის, ხოლო ვარდისფერი ზონა მანამდე დაკავებული ტერიტორიები არის. როგორც ხედავთ, ეგეთი ტრაგიკული სიტუაცია არ არის სლივაჩნი კაპრიზის რუკაზე, როგორც ომის შემსწავლელი რუკის ინსტიტუტის რუკაზე, თუმცა აი აქაც მოდი გავზომოთ ყელი რა არის დარჩენილი, ყველაზე ახლო, ეს 4 კილომეტრი ნახევარი, ეს კიდევ უფრო შორს არის. 5 კილომეტრი ყველაზე ახლო აი ამ მიმართულებით არიან რუსები ერთმანეთთან, აი აქ 3.5 კილომეტრია დაახლოებით, ანუ მინიმუმ 3.5 კილომეტრიანი ყელი რუსული რუკის მიხედვით ჯერ კიდევ აქვთ უკრაინელებს გამოსასვლელად, თუმცა აქ ამ მიმართულებაზე რა არის მნიშვნელოვანი? არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ და უკვე დაახლოებით 3 კვირის წინ დადგა ეს მოცემულობა, რომ უკრაინელების მიერ პოკროვსკიზე კონტროლის აღდგენა უფრო მეტად ჰოლივუდური ბლოკბასტერის სცენარია, ვიდრე რეალობა, ყოველ შემთხვევაში რაიმე დიდ კონჩეტევამდე ან რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე, როგორც ჩანს პოკროვსკის დაცემა დროის საკითხია, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს დრო უკვე 3 კვირაა მიდის, უკვე 3 კვირაა რუსები ვერ ახერხებენ ქალაქის აღებას და სრულ ოკუპაციას
ოკუპაციას, იქ მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები, ჩვენ არაერთი კადრი მოგვდის იქიდან და სწორედ Telegram არხზე შეგიძლიათ ეს კადრები ნახოთ. მეტიც რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა შეძლეს ქალაქის ცენტრში ბრძოლით შესვლა, ადმინისტრაციული შენობის გაწმენდა და იქ უკრაინული დროშის აფრიალება, თუმცა შემდეგ ისევ რუსებმა დაიკავეს ეს შენობა და იქ ეგეთი ტაქტიკა არის რა ქალაქში, რომ ერთ შენობას ერთი დღე უკრაინელები აკონტროლებენ, მეორე დღეს რუსები, შემდეგ ისე უკრაინელები და ესე გაუთავებელი კატათაგობანა, ასე ვთქვათ, მიმდინარეობს, თუმცა აქ ეხლა რა არის, რო შევხედოთ რუსების მიზანი, აი რივნეზე გასვლა იმისთვის, რომ კრასნილიმაინიდან წამოსული შეტევა, ასე ვთქვათ, გაერთიანდეს და საბოლოო ჯამში აი აქ ეს ჯიბე რაც არის დარჩენილი დარჩნენ ასე ვთქვათ ამ ზონაში უკრაინელები ალყაში და მათი ალყაში მოქცევა შეძლონ საბრძოლო მოქმედებებს შორის თვითონ Deep State-ის რუკაზე მანძილი არის 2.5-3 კილომეტრი ანუ თითქმის ყველა რუკა ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკის ჩათვლით კი მართალია ყელი ძალიან დავიწროებულია თუმცა ეს საბრძოლო მოქმედებების ზონაა და ეს დაკავებული ზონა ეს ვარდისფერია მოკლედ როგორც რუსული ასევე უკრაინული ასევე საერთაშორისო წყაროების ინფორმაციით აქ ჯერ კიდევ არის შანსი ორგანიზებული გამოსვლის მაგრამ ამ მიმართულებით საკმაოდ საგანგაშო განცხადება გააკეთა ზელენსკიმ მან თქვა რომ ვერ აიღებს პასუხის პირდაპირ ციტატას ვერ გთავაზობთ არ მახსოვს თუმცა შინაარსი ასეთი იყო რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ნანგრევებად ქცეული ქალაქისთვის ადამიანებმა თავი გაწირონ ამიტომ როგორ განვითარდება მოვლენები პოკროვსკიში ადგილზე მეთაურებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რაც ყველაზე მსუბუქად რომ შევაფასოთ ჩემი მხრიდან ცოტა უპასუხისმგებლო განცხადებაა იმიტომ რომ როდესაც ხარ უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის რომელიც ომშია სწორედ შენ იღებ ამ პასუხისმგებლობას შენ გაცებ ბრძანებას იბრძოლეთ ბოლომდე და დაიცავით ბოლომდე ან დაიხეთ უკან ამისი გადატანა უშუალოდ ადგილზე საველე მეთაურებზე არასწორი მგონია, იმიტომ რომ ამას შეიძლება ქაოსი გამოიწვიოს, შესაბამისად აქ ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ ზელენსკის ეს განცხადება არ იყო სწორი, შესაძლოა სადღაც დაუშვათ, რომ ეს შეთანხმებული განცხადება არის სამხედრო ხელმძღვანელობასთან და რაღაცა დამაბნეველი მანევრია, ან ესე ან ისე, თუმცა ფაქტი ერთი არის, რომ ეს განცხადება ასე ხმამაღლა საკმაოდ უსიამოვნო მოსასმენი იყო. და ამ განცხადების შემდეგ პრინციპში არ ყოფილა რაღაცა სერიოზული ძვრები პოკროვსკის მიმართულებით, იგივე ვითარება შენარჩუნდა, შესაძლოა რეალურად სხვა ბრძანებაა გაცემული და იციან სამხედრო რა უნდა გააკეთონ და ეს რაღაცა საზოგადოებისთვის მოსასმენად რაღაც პოლიტიკური პიარის შემადგენელი ნაწილი განცხადება იყო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს განცხადება ნამდვილად არასწორი იყო. ვითარება მოკლედ პოკროვსკიში ასეთია როგორც გაჩვენეთ, თუმცა როგორც თქვით, დროის საკითხია. ნახოთ, რამდენი ხანი გაგრძელდება ბრძოლები კიდევ პოკროვსკისთვის. აქვე მინდა კიდევ ერთ რამეზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ეს არის ის ნისლი და ჩვენ ნახეთ, რომ სწორედ ნისლში, აი ეს იოჟიკ ტუმანერას დავარქვი, ეგ ამბავი ხდებოდა დაახლოებით აი ამ მიმართულებით. აი აქ იყო ეს ვიდეოები გადაღებული და სწორედ აი ამ ქალაქ რივნეს მიმართულებით მიდიოდნენ, რაზეც ცოტა ხნის წინ ვილაპარაკე და თუ კი ასეთი, ასე ვთქვათ, წარმატებული სვლა შეიძლება ნისლის დროს, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ არ იყენებდა რუსეთი ეგრეთ წოდებულ კვამლის ფარდებს, საუბარია ბიოლოგიურ, ქიმიურ, რადიაციულ ჯარებზე, ასეთი ჯარები ყავთ, ასე ვთქვათ, რუსებს და ჩვენ აი ეს ვიდეოები ვნახეთ ახლა ხანს, ეს რადგან სწორედ აი ამ ჯარების დღე იყო და მათ გვაჩვენეს აი ესეთი კადრები, რომ თურმე ომში ისინი აქტიურად იყენებენ აი ამ კვამლის ფარდებს, ასე ვთქვათ. ანუ რა არის
კვამლის ფარდა, ხო? ამ შემთხვევაში არსებობს რუსეთის შეერთებულ ძალებში ტექნიკური შესაძლებლობა, რომ საკმაოდ მსხვილი კვამლის ფარდა გააკეთონ, რაც დაახლოებით იგივე ფუნქციას შეასრულებს, რასაც ნისლი ასრულებს და შემდეგ იმოძრავენ. თუმცა ამ ვიდეოს გარდა ჩვენ არაფერი სხვა ვიდეო არ შეგხვედრია, რომ რეალურად რუსები ამას ფრონტზე იყენებენ და ამას თავისი მიზეზი აქვს. ამ კვამლის გაშვება ხდება დიდი კამაზებიდან და თავისთავად ეს დიდი კამაზები უკვე სამიზნე ხდება FPV დრონების, შესაბამისად თუ კი აი ამ კამაზს შეიყვანენ და ასე ვთქვათ მისგან მოხდება კვამლის გაშვება, მაშინ ისინი აღმოჩნდებიან სამიზნეები. შემდეგი თქვა რომ ჩვენ ვიყენებთ უკვე უპილოტო სახმელეთო რობოტებს, რომ შევიტანოთ ფრონტის ხაზზე ეს კვამლი და ისე გაუშვათ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ეს უბრალოდ ეს ერთი ვიდეო შეკვდა, ვიდეო მიძღვნილი იყო ამჯარების დღეს და ეჭვი მაქვს რომ თუ კი ომი არ დასრულდება მანამდე კიდევ ერთ ესეთ ვიდეოს ნახავთ ერთი წლის მერე იგივე პერიოდში, როდესაც აი ამ ქიმიურ, რადიაციულ, ბიოლოგიური ჯარების დღე იქნება, რადგან რეალურად პრაქტიკაში რუსები ამ ასე ვთქვათ შესაძლებლობას ვერ იყენებენ სწორედ ისევ და ისევ FPV დრონების საფრთხის გამო. და ბოლოს უკვე მივედით საკითხზე უკრაინელები მასობრივად ბარდებიან ტყვედ რუსებს. აი ამ შინაარსის ვიდეოებმაც კი წალეკა სოციალური ქსელები, მათ შორის ასე ვთქვათ Telegram არხები განსაკუთრებით და ეს მოყვა ფაქტს, როდესაც სწორედ პოკროვსკის მიმართულებაზე უკრაინელებმა გაავრცელეს ვიდეოები, სადაც მათ საკმაოდ ბევრი რუსი აიყვანეს ტყვედ გაცვლის ფონდი, თქვათა გაცვლის ფონდი შეივსო უკრაინული და ამის საპასუხოდ რუსებსაც რამე უნდა გაეკეთებინათ და მოიფიქრეს და შექმნეს AI ვიდეო. და გაავრცელეს აი ამ ვიდეოზე არის საუბარი, ამ ვიდეოს გარდა კიდევ იყო ვიდეო, სადაც თითქოს უკვე ტყვედ ჩაბარებულები აღიარებით ჩვენებებს აძლევდნენ და კიდევ აი ეს ვიდეო, სადაც თითქოს ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცი სელფი ვიდეოს იღებს და ამბობს, რომ ალყაში არიან. მოდით ახლა გავყვეთ ამ ვიდეოებს და რატომ და როგორ არის ეს სწორედ AI გენერირებული და არა ნამდვილი ვიდეოები, ეს განვიხილოთ. პირველი, აი ეს მასობრივი ჩაბარების ვიდეო, ორი რამე მოხდა პირველივე ნახვისას თვალში ამ ვიდეოდან. ერთი, ძალიან ბედნიერი ჯარისკაცები და მეორე, ეტლი, შეშმო პირისთვის განკუთვნილი ეტლი. სადიპოვის ჯარისკაცებმა ფრონტის ხაზზე ეტლი თუ კი ვინმე ხართ ნამყოფი ან ვინმე ყავთ იქ შეგიძლიათ კითხოთ აი სხვათა შორის ეს წითელი ხაზები ამ რუკაზე და წითელი წერტილები არის ფრონტის ის ადგილები, სადაც პირადად ვარ ნამყოფი და მათ შორის ეგრეთ წოდებულ ნულოვანზე და იქ ეტლის ასე ვთქვათ პოვნა ნამდვილად ძალიან რთულია და მოდი დაუშვათ რომ ეტლი უკრაინელმა კი არ მოიპოვეს, რუსები არიან ესეთი ჰუმანურები, რომ დაჭრილ უკრაინელს ეტლი უზრუნველყეს. დაუშვათ რომ ეს ასია. ისიც დაუშვათ რომ ეს ჯარისკაცები ხელოვნურად ბედნიერები კი არ არიან, სიკვდილის პირას იყვნენ და აი ტყვედ რო ბარდებიან, მაგან გააბედნიერა. შემდეგი საეჭვო გარემოება მაინც ჩდება, ერთი უკავშირდება ფორმებს, დააკვირდით ფორმებზე, არც დასრულია, არც დახეულია, არანაირი ბრძოლის კვალი არ ეტყობა. და მოდი ახლა კიდევ ერთი დაშვება გავაკეთოთ, რომ ტყვედ ჩაბარების წინ ახალი ფორმები მიცეს ამ უკრაინელებს და ახალ ფორმებში გამოვეწმუნ და ისე ვარდებიან ტყვედ. აბსურდია, ხო? კიდევ რაც შეეხება ეტლს, დააკვირდით ეტლს არც არავინ არ აწვება და არც მასში მჯდომი ადამიანი ატარებს. თავისით რაღაცნაირად დაგორავს. ესეც კიდევ ერთი დამადასტურებელი, რომ სწორედ ხელოვნური ინტელექტის გენერირებულია. გარდა ამისა, აი აქ ახლა სტოპკატს შემოგთავაზებთ, აი ეს დროშა, რომელიც უკრაინის ეტლზე არის, დააკვირდით, რანაირად ასეთი განლაგება არა აქვს, ხო? უკრაინულ დროშას სხვანაირი განლაგება, ფერები იგივეა, თუმცა როგორც ჩანს, AI-მ რაღაცა დაახარბეს ამ მომენტში.
ასე რომ ეს ვიდეო შეგვიძლია აი ამ და ზოგადად აი კიდევ ერთხელ რეალურ დროში გაჩვენებთ, არც შენელებული, არც აჩქარებული, აი ასე გამოიყურება და რაღაცა არ გეჩვენებათ, რომ ძალიან არაბუნებრივი მოძრაობები აქვს სიარულისოს ამ ჯარისკაცებს, ხო? ასე რომ აი ეს ვიდეო დადამდვილებით არის AI. შემდეგ უკვე რომ განვიხილოთ აი ეს selfie ვიდეო, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი ესეთ მზიან ამინდში, როგორც ამ კადრებში არის ასახული, როდესაც პირდაპირ ფრონტის ხაზზე დადიხარ და selfie ვიდეოს წერ, ან სხვა ჯარისკაცები სად არიან, თუ კი ალყაში არიან, ან როგორ არა ხარ FPV დრონის მსხვერპლი, როგორც კი ჩვენ არაერთი კადრი გვინახავს, ხო, თუნდაც ერთ ადამიანს როგორ დასდევს რამდენიმე FPV დრონი. გარდა ამისა, დააკვირდით პირის მოძრაობას, რაღაცა მომენტებში თითქოს იგივენაირია რა ხმაც ისმის, მაგრამ ძალიან პატარა მომენტებში ეგრეთ წოდებული გაქცევები აქვს ხოლმე და ამითაც დასრულდება რომ ხელოვნური ინტელექტია, რაც შეეხება აი ამ ვიდეოებს, რომელიც თითქოს უკვე ტყვეთ ჩაბარებული უკრაინელების მიერ აგერებითი ჩვენებებია, აქ უნდა დავაკვირდეთ განათების ხარისხს. ჩემი 21 წლიანი სატელევიზიო გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს განათება, რაც ახლა თქვენ უყურებთ, არის ეგრეთ წოდებული კინოს განათება. არც სატელევიზიო განათებაც კი არ არის, კინოს განათება, ძალიან რბილად არის ფერები ამოყვანილი, ჩრდილები გასწორებულია, ყველაფერი ისია, როგორც უნდა იყოს და ამისი ტექნიკური საშუალება ფრონტზე უბრალოდ არ არსებობს. მობილურით ან მაქსიმუმ რაღაცა სამოყვარულო ჰენდიკაპით ხდება მსგავსი ტიპის ვიდეოების გადაღება. შესაბამისად, აი ეს ვიდეოები ძირითადად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ფეიკია, გარდა ამისა, აქაც პირის მოძრაობას თუ დავაკვირდებით, საკმაოდ ხელოვნური არის და არ ემთხვევა ხშირ შემთხვევაში იმას, რაზეც ლაპარაკობენ ეს სამხედროები. ზოგადად აი ამ ხელოვნურ ინტელექტზე მინდოდა კიდევ ცოტა მესაუბრა. ძალიან მალე აქ ამ ვიდეოებში, რომელსაც რუსები აქტიურად ავრცელებენ, არც 6 თითი აქვს რომელიმე ჯარისკაცს, ან რაღაცა ხელის 3 ფეხი, ან რაღაც როგორც წესი აი ამ ხელოვნურ ინტელექტით გენერირებულ ვიდეოებს, რაც ადვილად გამოსარჩევს ხდის ხოლმე, ხო? რადგან ეს ხელოვნური ინტელექტი ძალიან იხვეწება და იხვეწება მათ შორის ჩვენი უშუალოდ ჩართულობით და დარწმუნებული ვარ, ვისაც სოციალური ქსელი გაქვთ, ერთი ვიდეო მაინც შეხვდებოდა, თუმცა ფოტო არის ამოძრავებული. მე არ ვიცი ხა კონკრეტული აპლიკაციის უკან რომელი კომპანია დგას, არის თუ რა ეს რუსული კომპანია, ან თუნდაც დასავლური, მაგრამ მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ამ ფორმით ჩვენით ვაძლევთ წვდომას უამრავ რესურსზე. ნამდვილ ფოტოებს ვაძლევთ, ან ნამდვილი ადამიანების ნამდვილ ფოტოებს ვაძლევთ და თან ვავარჯიშებთ აი ამ გაყინული ფოტოს ამოძრავებაში. AI ხო ამ პრინციპით მუშაობს, რომ რაც უფრო ბევრს სწავლობს, უფრო იხვეწება. შესაბამისად, რაც უფრო ბევრი ფოტო აქვს მას მიცემული ასამოძრავებლად, უფრო ხვეწს ფოტოს ამოძრავებას. შესაბამისად, თან ეს ხო მთელ სამყაროზე ვრცელდება, მთელ სოფლიოზე ვრცელდება, მარტო საქართველოზე ხო არ არის. შესაბამისად, რაც უფრო ბევრი ადამიანი თავისი ნებით აზიარებს ფოტოს მსგავსი ტიპის აპლიკაციებისთვის, მით უფრო იხვეწება deep fake ვიდეოს ამოძრავება და წარმოვიდგინეთ, რომ იარსებობს რაღაცა ძალიან დიდი ბაზა, სადაც ნამდვილი ადამიანების ნამდვილი ფოტოები იქნება, ასევე იარსებობს გაწვრთნილი AI, რომელიც ჩვენი ნებით გავწვრთნით, ჩვენი ნებით მივეცეთ ეს ფოტოები, შესაბამისად ძალიან გარჭირდება უკვე deepfake-ის და ნამდვილი ვიდეოს განსხვავება, მით უფრო რომ ხმის დამუშავება უკვე იმ დონეზე ასული, რომ ძალიან რთულია ნამდვილი ხმის და deepfake-ის შექმნილი ხმის განსხვავება, აი თუნდაც აი ამ ჩემ ჩანაწერს აიღებენ, ამ ხმას აიღებენ, დაამუშავებენ და აი ამ ჩემი ბგერებით და ჩემი ხმებით და ჩემი ინტონაციით და ლაპარაკის მანერით შეიძლება შეიქმნას აბსოლუტურად სხვა შინაარსის ხმა და ეს თქვენ წარმოვიდგინეთ, თუ კი აი ამ სხვა შინაარსის ხმას უკვე დაემატება ვიზუალიც, რომელიც ასე ვთქვათ, აი ამ AI-ს აქვს დამუშავებული, უკვე რამდენად დიდი პრობლემა შეიქმნება deepfake-ი ამ მიმართულებით. ამიტომ აქაც საფრთხილად უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურ წინსვლას, ასე ვთქვათ, წინ ვერ აღვდგებით და ამასთან ბრძოლა აბსურდია, ქარის ქლებთან ბრძოლა, თუმცა ყოველ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ პირველ რიგში ვიდეოებთან მიმართებაში. ამ ეტაპზე ყველაზე
ასე მარტივად რაც შეგვიძლია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ არის ხანგრძლივობა. ამ ეტაპზე მაღალი ხარისხის AI ვიდეო 10-15 წამზე გრძელი ვერ მზადდება, ამას ძალიან დიდი ასე ვთქვათ რესურსები ჭირდება, ამიტომ ძირითადად 10-15 წამიანი არის ეს ვიდეოები, თუ კი ვიდეო 10-15 წამიანია, ჩვენ შეგვიძლია დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. მოკლედ, დღეისთვის პრინციპში სულ ეს იყო, ესეთი ეპიზოდი გამოვიდა. იმედია გულიაპოლეს მიმართულებით რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას და ზოგადად უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ, ვიდრე ამ ვიდეომდე გქონდათ. მე გავაგრძელებ რა თქმა უნდა ფრონტზე დაკვირვებას და პერიოდულად განვაახლებ ხოლმე ინფორმაციას ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მაქვს დავიწყე რამდენიმე დღეა დავიწყე Telegram არხის წარმოება, სადაც დღის ბოლოს თავს უყრი გასულ დღეს მომხდარ მნიშვნელოვან ვიდეოებს და ძალიან მოკლე აღწერებს ვაკეთებ, თუ კი ხართ დაინტერესებული რომ უბრალოდ დღის ბოლოს ჩამოსკროლოთ და ნახოთ რა მოხდა გასულ დღეს ფრონტზე, თქვენთვის იდეალური Telegram არხია, რადგან ზოგადად წესი და Telegram არხების მთელი სპეციფიკა მაგას შორის, რომ ძალიან ოპერატიულია, მუდმივად ახლდება იქ ვიდეოები, მუდმივი განახლება ხდება შესაბამისად. მოკლედ, თუ კი თქვენ არ გაქვთ ამის სურვილი რომ და არც დრო და არც საშუალება და მხოლოდ დღეში ერთხელ საღამოს გინდათ ინფორმაციის მიღება, კიდევ ერთხელ აღწერაში დევს ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამომყვეთ, დამასაბსკრაიბოთ Telegram არხზე და იქ მიიღეთ ამ ტიპის ინფორმაციას. მხოლოდ რაც შეეხება YouTube-ს, თუ კი ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ძალიან გთხოვთ არხი გამოიწერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე შეგახსენებთ რომ მიმდინარეობს დონაცია, ანგარიშის ნომერი აღწერაშია, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ. თქვენ კი ვინც პირველად უყურებთ ამ ვიდეოს და პირველად აღმოჩნდეთ ამ არხზე, გეტყვით რომ ეს არის ჩემი რატიმუჯირის არხი თავისუფალი ადამიანებისთვის, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა დროებით ნახვამდის.